დავით ბაქრაძის და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ყოფილი მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მოსაზრებებს ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მოისმენს, თუმცა კვირიკაშვილის შეხვედრიდან დიდი მოლოდინი არ აქვს. ამ შეხვედრიდან არ შეიძლება რაღაც გაზიადებული მოვლენა წარმოვაჩინოთ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი. ადამიანებმა ალბათ ერთმანეთში უნდა ისაუბრონ და ეს ჩვეულებრივი საუბარია. ბოლო წლებში იყო ძალიან სერიოზული ვარდნა საქართველოში მიუხედავად იმ ციფრების, რაც იყო ეკონომიკური ზრდის კუთხით, ფაქტიურად ხდებოდა ის, რომ სახელმწიფო ხარჯების ხარჯზე ხდებოდა ეკონომიკის განვითარების წარმოჩენა, რაც ჩვენი აზრით იყო არასწორი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორივე პროცესი უნდა განვითარდეს პარალელურად, ის რომ სახელმწიფო ფისკალური მეთოდებით უნდა დაეხმაროს ეკონომიკას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აზრზე ვართ, მაგრამ ასევე სახელმწიფომ უნდა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ რეალურად თავისუფალი ბიზნესი განვითარდეს. ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა გუშინ შესთავაზა. დავით ბაქრაძის წინადადებები 3 ნაწილისგან შედგება. ეროვნული თანხმობის აქტის მიღება ბიზნესისთვის, საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება და საგადასახადო რეგულაციების გამარტივება. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეკონომიკური რეფორმები და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს რამდენიმე კონკრეტული შეთავაზება. პირველი ეს გახლავთ ბიზნესისთვის ამნისტიის გამოცხადება, რომ ბიზნესს კონდეს დაცულობის განცდა, თუ სადმე არის რაიმე კორუფციული გარიგება ბიზნესს და სახელმწიფოს შორის, დაისაჯოს სახელმწიფო მოხელე და არა ბიზნესმენი. ასევე ჩვენ ვთავაზობთ, რომ თუ საწარმოს მიერ გადახდილ გადასახადში არის შეცდომა, ცდომილება, რომელიც არის გადასახადის 10%-ზე ნაკლები, არ მოხდეს ამ საწარმოს დასჯა ადმინისტრაციული წესით და მოხდეს ჩვეულებრივი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე გასწორება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესისთვის. პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის შეთავაზებისგან პრაგმატულს არაფერს ელოდება. დავით ონოფრიშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლებას 9 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ ეკონომიკური რეფორმები გაეტარებინა, თუმცა ნაცვლად ამისა ბიზნესზე ზეწოლას ახდენდა. თუ რამე ღირებულს იტყვიან, სკეპტიკურად ვარ მე თვითონ განწყობილი, იმიტომ რომ მათ რამის ღირებულის გაკეთება შეეძლოთ, მათ ჰქონდათ უამრავი წლები და მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ. ეხლა როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა და სულ 8 თვე გავიდა იქიდან, თუ 9 თვე და შენ ეხლა ის ზალა, რომელიც 9 წელია შედალოცვილო თუ იყავი, აგეღო და ყველა იქ არ იყავით, ესენი პარლამენტშიც იყვნენ და პრეზიდენტის ეხლაც იგივეა და ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო. და აგეღო და გაგეკეთებინათ. მთავრობის ეკონომიკური გუნდი მიმდინარე კვირას პარლამენტშიც იყო დაბარებული. როგორც შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განმარტეს, ეკონომიკური ვითარება საგანგაშო არ არის. მინისტრებისგან კი მიიღეს დაპირება, რომ ინვესტიციების ახალი ნაკადის შემოსვლა უახლოეს პერიოდში დაიწყება.